სტაბილური ურთიერთობები twin flame-ებთან და არხატავის დამაგერების შორის არ ხდება. ანუ არის შეყრა, არის გაყრა, არის შეყრა, არის გაყრა, მერე არ ვიცი შეიძლება სხვები წავდნენ, მერე შეიძლება ისევ შეეყარონ, შეიძლება ამ ცხოვრებაში აღარ შეეყარონ, მერე სხვა ცხოვრებაში შეეყარონ. ნუ მოკლედ ძალიან რთული პროცესი არის და ესე ტალღებივით არის რა ორი სხივი რო წარმოიდგინოთ, რომელიც სადღაც ერთდება და გადაკვეთს ერთმანეთს, მერე ისევ შორდება, მერე ისევ გადაკვეთს და აი ესე ნელა ხდება ინტეგრაცია twin flame-ების და გაერთიანება. აქტივატორი არის ადამიანი, რომელიც მოდის ჩვენს ცხოვრებაში იმისთვის, რომ მთელი ჩვენ ყველაფერი, რაშიც ილუზიაში ვართ, ეგ ყველაფერი დაგვონგრიოს და როგორც წესი ჩვენში დალექილი რაღაცა განდევნილი და დაჩრდილული მხარეები გამოგვავლენინოს, დაგვატრიგეროს და ისე დაგვატრიგეროს, რომ გაგვახსენდეს საერთოდ ვინ ვართ, რა ვართ, დავიწყოთ სულიერ განვითარება და დაიწყოს ჩვენი გამოღვიძება, ასე ვთქვათ. აქტივატორი ადამიანის შეიძლება იყოს ვარსკვლავური სული, შეიძლება იყოს მიწიერი სულიც, რომელიც უბრალოდ შეიძლება იყოს მაგალითად ნარცისი ან რაღაცა მოკლედ პრობლემებიანი ადამიანი, რომელიც დაგვიტრიგერებს იმას, რომ აი ცოტა გამოფხიზლ იმისთვის, რომ დიდი მისია შემდგომში ვარსკვლავურმა სულმა შეასრულოს, ჯერ პირველ რიგში მთელი ამ სამყაროს მახინჯობები უნდა გაიცნოს, ხო, რა არის ამ სამყაროში გადაგვარებული, რომ მერე დაიწყოს ამ რაღაცების გამოსწორება და ცნობიერების ამაღლება. ამიტომ გვხვდებიან ადამიანი აქტივატორები, რომლებიც ასე გაგვილეწუნებენ და აი ამ რეალობას ძალიან მყარად დაგვანახებენ. მონათესავე სულებთან, ვისაც აქვს ურთიერთობა, ყველაზე ბედნიერები არიან ალბათ ურთიერთობაში და აი სწორედ მათ შეუძლიათ თქვან, რომ რაღაცა იპოვეს თავისი კომფორტის ზონა პარტნიორულ ურთიერთობაში. მონათესავე სულები არიან სულების დაჯგუფებიდან თქვენი მსგავსი სული, ან თქვენ საიდანაც ხართ იმ სფეროდან, თქვენი სული საიდანაც არის, იქედან თქვენი ახლობელი სული არის, ან შეიძლება სხვა სივრციდან იყოს, მაგრამ სადღაც რო ძალიან ჰარმონიული გადაკვეთა ქონდათ მაღალ სიხშირეებზე, სწორედ ასეთი სულები არიან მონათესავე სულები.